რამდენჯერ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს ტრამპი. ჩვენ ვისწავლეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის არასტაბილური და წინააღმდეგობრივი კომუნიკაციის გაცნობა. Statut ანალიზი. ირანთან კონფლიქტზე მრავალი წინააღმდეგობრივი განცხადებაა. 2025 წლის ივნისში მან თქვა, რომ რეჟიმის შეცვლა არ სურდა. Want to see regime change in Iran? თუ იყო, მაგრამ არ მინდა. შემდეგ თავს ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ სურდა. მტრულობის განახლებიდან ტრამპმა ყველაფერი და საპირისპიროც თქვა. რეჟიმის შეცვლას რამდენჯერმე დაუბრუნდა. ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ირანში სახელმწიფოს ფორმა უცვლელი დარჩა. მხოლოდ ვაკანტური თანამდებობები შეიცვალა მათ მფლობელთა მკვლელობისგან. ტრამპმა თქვა, რომ რეჟიმის შეცვლას მიაღწია, თუმცა ეს უბრალოდ თანამდებობების ცვლილებას გულისხმობდა, მას შემდეგ რაც მფლობელები მოკლეს. ჩვენ ნამდვილად გქონდა რეჟიმის შეცვლა, რადგან ლიდერები სრულიად განსხვავდებიან იმათგან, ვისთანაც დავიწყეთ. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი სიურეალისტური მომენტი მოხდა. ტრამპმა თქვა, საჭიროების შემთხვევაში მოკავშირეებზე ვერ დაეთანხმება. ამბობს, რომ ზოგი მოკავშირე ორმუზის გახსნაში მონაწილეობით კმაყოფილია და უკვე მოდიან. საწყისში ამბობს, რომ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, შემდეგ კი ამაყად აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს დახმარება არ სჭირდებათ. საუბარი არა მოლაპარაკებებზე, რომლებიც ტრამპის თქმით კარგად, ხოლო ირანელების თქმით საერთოდ არ მიმდინარეობს. 22 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელებს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48 საათი მისცა. შემდეგ ვადა 10 დღემდე გაზარდა. ალბათ ეს დროის მოგების საშუალებაა, სანამ მეზღვაური ქვეითები მივლენ. ალბათ ჰორმუზის სრუტაში ერთი ან რამდენიმე კუნძულის ან კარგის კუნძულის ოკუპაციისთვის. ტრამპის ეს განცხადება მხოლოდ მისი ხასიათის შედეგი არაა, არამედ მოწინააღმდეგეების და დამკვირვებლების დასაბნევად გაკეთდა. ეს არ ნიშნავს, რომ ის რომელიმე მხარეს დგას. პრეზიდენტის ქმედებების უკან სინამდვილეში კარგად დაგეგმილი გეგმა ან სტრატეგიული ჩანაფიქრი არ ჩანს, რომელსაც აზრი ექნებოდა. ასეთი რამ არ ჩანს. სამხედრო კამპანიამ ბევრი პრობლემა შექმნა და ერთ თვეში სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ირანში რეჟიმი არ შეცვლილა. ენერგორესურსების ფასები იზრდება და რეგიონში კონფლიქტის რისკი მატულობს. თქვენ რას ფიქრობთ? დამატებით ინფორმაციას კომენტარებში ან აღწერაში ნახავთ.